ეს ჯვარცმის შემდეგ რა გზა გამოიარა უფლის კვართმა, რომ სვეტიცხოველში დავანებული. აი, წმინდა სიდონიასთან ერთად უფლის კვართი. ჩვენ ამაზე ტაძარში ვისაუბრეთ და ამიტომ ახლა ამას აღარ მეუბრუნდები. აი ეს მეორე არის წმინდა ელია თესბიტელის ხალენი, ანუ მოსასხამი. ეს კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით 5-6 საუკუნით ადრე ჩამოვძანდა საქართველოში და ამასაც სვეტიცხოველში აქვს განსასვენებელი, ესე რომ ვთქვათ, სვეტიცხოვლის ძირში. აი ეს არის ის წმინდა სიდონია, რომელმაც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და არ განშორებია მას, ისევე როგორც ვთქვით, ჩვენმა ერმა ჩაიკრა ქრისტეს რჯული და არ განშორებია მიუხედავად უამრავი განსაცდელისა და ქარტეხილებისა და უამრავი მოწამეობრივად დაღვრილი სისხლისა. და კიდევ ერთხელ და არაერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ გზა ჩვენი ერის გადარჩენისა დღემდე იყო ქრისტეს რჯულის ერთგულება. და გზა ჩვენი ერის კვლავ გადარჩენისაც ეს არის. მეტი გზა არ არის. ამაზე უკეთეს გზას ვერაფერს ვერ გამოიგონებს. საკმარისია ჩვენმა ერმა ზურგი აქციოს ქრისტეს რჯულს, რომ ჩვენი ერის ისტორია იქ შეწყდება. გესმით რაზე ალაპარაკი? ჩვენ სხვაგვარად ვერ მოახწევდით აქამდე რომ არა ქრისტეს რჯულის ერთგულება. ამას ხოლო ჩვენ ქართველები კი არ ვამბობთ. უცხოელი მკვლევარები ამბობენ და გაკვირვებულები არიან, რომ არ იცოდე ადამიანმა, ესე იგი ამ ქვეყნის ქრისტეს რჯულის შესახებ საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობენ, შეუძლებელია რომ ეს ხალხი გადარჩენილიყო, რაღაცა ძალამ გადაარჩინა. უკვირთ, აი რა ძალამ გადაარჩინა ერთი ბეწვა ქვეყანა, აი ამ ხელა ბუმბერაზე იმპერიებს შორის, რომ არ გაიჭყლიტა და რომ არ გაქრა საერთოდ. იმიტომ ამბობენ ამას, რომ არაერთი ქვეყანა გამქრალა ეგრე. და დღესაც ზოგიერთ ხალხს, რომელიც ჩვენზე შეიძლება რიცხობრივად 10 ჯერ და 15 ჯერ მეტიც არიან, სახელმწიფო ვერ შეუქმნიათ. გესმით, არის ესეთი ხალხები, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მეტი არიან, მაგრამ სახელმწიფო არ აქვთ. და ჩვენ კი ამდენი საუკუნე ესე მოვდივართ. იმიტომ რომ თუ ადამიანმა კავშირი გაწყვიტა თავის ფესვებთან, ის ვეღარ გაიხარებს. და თუ ადამიანს დამყარებული აქვს კავშირი ფესვებთან, ანუ წინაპართან, მათ სულისკვეთებასთან, მის გაგრძელებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. ისევ როგორც ხე, თუ გადაჭრიდა ფესვებთან კავშირს დაუკარგავ, იმისგან არაფერი აღარ გამოდის. აი ვთხოვოთ უფალს, რომ ჩვენ შეგვანარჩუნებინოს რწმენა, ისევე როგორც გამოხატავს აი ამ კვართის გულში ჩაკვრას წმინდა სიდონიას მიერ, რომ არ განშორებია მას და ჩვენც ამას არ უნდა გავშორდეთ. ჩვენ სტუმრად გვყავს ძვირფასი მერვე კლასელები, ხო, მერვე კლასელები. 45 სკოლა, კი. ახლა რა მინდა ვთქვა? ხვალ არის თქვენი დასვენების დღე. უქმე დღეა, ხო, სხვაგვარად, ხო, საჯარო სკოლები ხო ისვენებენ. მე თქვენი აზრი მაინტერესებს, რა არის უქმე და რატო დაწესდება ხოლმე ამ თუ იმ დღეს უქმე დღე? რას ნიშნავს უქმე? უქმობა რას ნიშნავს? აი უბრალოდ თქვენია, როგორ? არაფერს რომ არ აკეთებ. აი მაგალითად მე უქმე დღე როგორ გავატარო ხვალ? შენ რაღაც გინდოდა რომ აბა რა თქმა უნდა. ჩემი აზრით იმიტომ რომ მაგალითად დღეს რომ არის რაღაც დღესასწაული და ის სახში უნდა ვიზეიმოთ ან მეგობრებთან ერთად. ან მეგობრებთან ერთად, კარგია. ანუ ნელ-ნელა ცოტა გავმოძრავდით, ამ გოგონამ თქვა არაფერი ვაკეთოთო, იმან ცოტა ვიმოძრავოთო. აბა ეხლა კიდევ, აბა შენ რა სიტყვა? კი არ გეწყინოს ეგრე ვთქვა. ჩემი აზრით კი არა, თუ რაიმე მოწმეული დღესასწაულია, მაგალითად როგორც არის მას
სვეტი ცხოველობა და ასე შემდეგ უნდა ვიყოთ უნდა ვიყოთ ტაძარში. ტაძარში. აი მოდი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც. დავუშვათ ამ ჩვენს მეგობარს აქვს იუბილე. და ჩვენ მუშაობთ სადღაც. და ვერ გიხერხდება რომ მევიდეს. დირექტორმა გითხრა დღეს სახელი რა ქვია? დღეს მიშიკოს დაბადების დღეა და ყველას გათავისუფლებთ აი ჩვენს თანამშრომლებს. გათავისუფლებთ რომ და ახლა ჩვენ ვფიქრობთ რა კარგია ერთი დღე როგორც იქნა დავისვენებთ. წამოვწექით სახში ტელევიზორს უყურებთ დილიდან საღამომდე. სწორი იქნება? იმიტომ გაგვათავისუფლეს რომ ჩვენს მიშიკოს მოვფერებოდით მეგველოცა გაგვემხიარულებინა ხო მართან? უქმობა არ ნიშნავს უსაქმურობას. არც მხოლოდ იმას რომ მეგობრებთან დრო ატარო. ხვალინდელი დღე თუ არის უქმე, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანმა მოიცალოს, ჯეროვნად აღნიშნოს ეს დღესასწაული. ანუ თქვენ ფაქტიურად სახელმწიფო და იმიტომ რომ ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს ჩვენი ქვეყნის საძირკველი. სახელმწიფომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, რომ ეს დრო გამოიყენოთ არა სკოლის მერხებთან ჯდომისთვის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს და თავის ქვეყანას გამოადგეს, არამედ გამოიყენოთ უფრო მნიშვნელოვანისთვის, რომ თქვენ სულიერად მოძლიერდეთ. ამიტომ ჩვენ რომ ეს დღე სწორად გამოვიყენოთ, ეს იქნება ის, რომ ადამიანი წავა ტაძარში. თუ მოახერხებს და სვეტიცხოველში წავა, ეს თლად კარგი იქნება. თუ არა და სადაც მოახერხებს იმ ტაძარში უნდა დაესწროს წირვას, მოისმინოს წირვა, მოისმინოს იქ ქადაგება სასულიერო პირისა და ეს იქნება ამ დღესასწაულის დასაწყისი. მერე როგორც ჩვენმა მეგობარმა თქვა, ამ დღესასწაულს თუ მეგობრებთან ერთად იმ მოლხენაშიც აღნიშნავ, ამაში ცუდი არ იქნება ყველაფერი რა თქმა უნდა თუ ზომიერად გაკეთდა. აი ეს იქნება ხვალინდელი დღის ყველაზე კარგად გატარება. მარტო ის რომ ჩვენ რადგან სკოლიდან თუ სამსახურიდან ვინც საჯარო სამსახურში ისვენებს ჩვენ დასვენება მოგვეცა და რა კარგია მოდი უქმად უსაქმურად უпростоად გავატაროთ ეს დღე, ეგ არ იქნება ამისი სწორი გამოყენება და აღნიშვნა. ეგ იმას ნიშნავს რომ ღმერთმა მოგცა შენ შესაძლებლობა რომ გამოიყენო სწორად ის დრო და არ უნდა გააფუჭო ეს ღვთისგან მოცემული ეს მადლი და წყალობა. რატომ აღარ არიან ხალხი დღეგრძელი როგორც ძველად ადამი და ევას დრო? რატომ აღარ არიან? რაც უფრო გამრავლდა წოდვა ადამიანის ასაკმაც იკლო. და დავით მეფსალმონე ამბობს რომ ადამიანის ცხოვრების წლებიო 70 წელიო. უკეთ უძლიერებასა შინა 80 წელო. ანუ თუ ცოტა უფრო ძლიერად არის რა, ჯამთელად 80 წელი. და უმეტესი მათი შრომა და სალმობა. და ამ 80 წლიდან უმეტესი არის შრომა და ტკივილი. იმიტომ რომ ეს დედამიწა არ არის 64. ეს არის 64-დან განდევნილთა ადგილი. ესმით? ტოლვილობის ადგილი. ჩვენ ტოლვილები ვართ ყველანი. ჩვენი სამშობლო არის 64-ში. ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ დაბრუნდეს ისევ იქ. დაბრუნდეს თავის სამშობლოში. და როგორ უნდა დაბრუნდეს? და ქრისტემ გვაჩვენა გზა როგორ უნდა დაბრუნდეს. ქრისტეს ცნებების ერთგულებით. აი ესე უნდა დაბრუნდეს. აღსარების ჩაბარება მწვენია, რადგან ცუდი რაღაცეები მაქვს გაკეთებული და მწვენია თქმის, მაგრამ ძალიან მაწუხებს და რა შეიძლება ქნავ. აი მე ჩემს მაგალითს გეტყვით, როდესაც ცუდი რაღაცეები მქონდა ხოლმე ჩადენილი და ეხლაც მაქვს ხოლმე თქვენ არ იფიქროთ რომ ეხა არ მაქვს. და მიჭირდა ხოლმე მოძღვართან რაღაცის თქვა აღსარების. უფალს ვევედრებოდი ხოლმე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებოდი რომ არ დავეტოვე ისე რომ აღსარება არ მეთქვა. და ნახავთ რომ ძალა მოგეცემათ რომ აღიაროთ ის, რაც ისი თქმაც გიჭირთ. იმიტომ რომ თუ არ აღიარებ,
აი წარმოიდგინეთ, წმინდა მამები ესეთ რამეს ადარებენ. უბეში რომ მორიელი გიჯდეს და რომ გაწვალებდეს. ხო გინდა რომ ამოიღო, მოიგლიჯო და გადააგდო. თუ გცხვენია იმის გამოჩენისა რომ ამოიღო და გადააგდო, ის გაწუხებს, გაწვალებს, ტკივა. აი დავუშვათ კბილის ექიმისა გეშინია, არ მიდიხარ. და ღამეები რომ ათენებ იმის მოთმენით, არ ჯობია ერთხელ მიხვიდე და დაისვანო. თან აქ სამარცხვინოც არაფერი არ არის ბავშვებო. თქვენ როდესაც მოძღვართან მიდიხართ და ეუბნევით თქვენი სულიერი ჭრილობების შესახებ, ის ხდება რომ ეს ბუნებრივი ამბავი, ახლა წარმოიდგინეთ, აი ბრძოლის ველზე იდგე და გცხვენოდეს იმისა, რომ სადღაც დაჭრილი ხარ. რა არის იქ სამარცხვინო? ჩვენ სულიერი ბრძოლის ველზე ვდგავართ. ვიღაც ამ ცოდვაში ჩავარდებით, ვიღაც იმ ცოდვაში. ეს ბუნებრივია ადამიანისთვის, გესმით? აი ბუნებრივი რატო ვამბობ, რომ შეუძლებელია რომ ადამიანი არ დაეცეს, რაღაც ცოდვაში არ ჩავარდეს. როგორი ცოდვაც არ უნდა იყოს, უნდა ძალა მოიკრიბო და მიხვიდე და უთხრა მოძღვარს, რომ მამაო, მე ასეთი და ასეთი რაღაცა მაწუხებს, ასეთი რამ მომივიდა. და ჩვენ ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ მოძღვარს ჩვენს მიმართ შთაბეჭდილება შეეცვლება, იმას არ შეეცვლება. პირიქით, ვისაც უფრო დაინახავს, რომ მეტად უჭირს და მეტი წყლულები აქვს, მის მიმართ თანაგრძნობაც მეტია. უფალმა რა თქვა, ნახეთ, მე მოვედიო არა ჯანმრთელთათვის, არამედ ცნეულთათვის. ვინც ცდილობს, რომ მოძღვარს შთაბეჭდილება შეუქმნას, რომ მე ასეთი კარგი ვარ, მოძღვარს რა აქვს საშრომი მაშინ იქ. მაგრამ ვინც ცდილობს, რომ ესე იგი მოძღვარს დაანახოს თავისი წყლულები, არა რომ ამ ცოდვაში ჩავარდა, ეს უნება აწუხებს, რაღაცა მანკიერება აქვს. მოძღვარი ცდილობს, რომ მასთან ერთად იბრძოლოს ღვთის მადლით და ესე იგი ორივე ერთად გამარჯვებას მიაღწია. წმინდა მამათა ნაწერების და სახარების და ლოცვის და მარხვის მოშველიებით, ესე იგი. ესე რომ არ მოგერიდოთ არაფრის თქმა, ჩვენ ცოდვილები ვართ და ეს უნდა გვახსოვდეს და ცოდვაში ვარდებით. მამაო, ყოველთვის მახსენდება, როგორ დამერქვა მახჩობელაო. ჩვენი ერთი საყვარელი ბავშვია დავითიდან. სხვაზე რომ ვიყავით იქ, შემთხვევით რაღაცა მოხდა, ერთ ბავშვს აღჭოვდა არა პირდაპირ გაგებით. წირვაზე და ლოცვაზე ამის გამო ვიცინი ვარ და როგორ დავიწყო ყველაფერი. ქორწილამდე დაგავიწყდება. ადამიანებთან მიჭირს კომუნიკაცია და როგორ მოვიქცევ. როგორ მოვიქცევ? თქვენგან მაინტერესებს, ცოტა უფრო მოზრდილებისგან, როგორ მოვიქცეთ, რა ურჩიოთ ადამიანს, ვისაც კომუნიკაცია უწევს? როგორ მოვიქცეთ? უფროსებო, მოგვეშველეთ. იქნებ რამე კარგი რჩევა გქონდეთ. აი როგორ ან მოდი ჯერ ვთქვათ, პრობლემა განვიხილოთ, რატომ შეიძლება უჭირდეს ადამიანს მეორე ადამიანთან კომუნიკაცია? რატომ, აბა? რომ ის მეორე ადამიანი დასცინებს ან რაღაცას ბრძოლს, აი ეშინია ლაპარაკის და კომუნიკაბელური არ არის. კომუნიკაბელური და რატომ არ არის კომუნიკაბელური? ან ზოგი ასეთი იბადება, ზოგი ისეთი. რაღაცამ ხო განაპირობა, რომ ეს ადამიანი ჩაიკეტა თავის თავში. კი ბატონო, და რატომ შეიძლება გცხვენოდეს მეორე ადამიანთან ლაპარაკი? რატომ, აბა? შეიძლება იყოს, როცა ვცდილობდი რომ დაელაპარაკოს, მაგრამ არ გამოგივიდა და მის შემდეგ დაკომპლექსდა. დაკომპლექსდა. რატო ვამბობ, იცი, მოდი ვიმსჯელოთ ერთად, იცი რატო? ეს პრობლემა, ახლა ჩვენ 130 ბავშვია თუ რაღაც. შეიძლება ერთი 50-ს აწუხებდა, შეიძლება 15, შეიძლება 10, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნება ამ საუბარმა რაღაცა გაუვადილოს მას. ხო ეს პრობლემა რადგან დაისვა, შეკითხვა ალბათ არსებობს და ამიტომაც დაისვა რა. და რატომ უნდა სცხვენოდეს ერთ ადამიანს მეორე ადამიანთან კომუნიკაცია? რატომ? ცოტა მოზრდილებისგან მაინტერესებს. ივანე, რატო შეიძლება?
მაგალითად იმიტომ რომ იმ ბავშვს მაგალითად რაღაც კარგად გამოდის და ყველაზე დასცინის იმის გამო რომ ამას არ გამოდის ან უფრო თავში პასებს და რაღაცა და ანუ ეს ბავშვი უფრო ანუ რახან არ გამოდის თავს უფრო შეგრძნოს კი ბატონო მაგრამ აქ დანაშაული და პრობლემა რაშია დანაშაული რა შეცდომა მიდგომებში რომ ვისაც რამე გამოსდის ის დაუშვათ უნდა ჩავთვალოთ უკვე რომ მეტია იმაზე ვისაც იმ კონკრეტულ სფეროში არ გამოსდის მეტია აი მაგალითისთვის ვიტყვი მაიმუნი ძალიან ადვილად ავა ხეზე თევზი ვერ ავა მაგრამ თევზი რო წყალში გაძლებს მაიმუნი ამას ვერ შეძლებს გესმით ხო და ეხლა რა ვთქვათ რომ ხმელეთზე როცა არიან იქ მაიმუნი ჯობია და წყალში თევზი ჯობია მაიმუნის საქმე იქ არის თევზის საქმე იქ არის ადამიანის საქმე სადღაც არის ზოგ ადამიანს ეს ნიჭი მიეცა ზოგს ის ნიჭი მიეცა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ბავშვებო აი ოქროს შუალედი ნახეთ არც ის უნდა ვიფიქროთ რომ ვიღაცაზე მეტი ვართ იმიტომ რომ მეტი არავინ არა ვართ არაფრით ერთმანეთს და არც ის უნდა ვიფიქროთ რომ ვიღაცაზე ნაკლები ვართ და თავი დავიკომპლექსოთ ამითი რომ ვერ დაველაპარაკოთ ჩვენ ვართ ერთი და იგივე ცომისაგან მოზელილები ერთი და იგივე მიწის პრისაგან შეგქონა ჩვენ ღმერთმა გესმით ბიჭებო ერთი და იგივე ვართ ყველა არავინ არავინზე მეტი არ არის მეტი ერთადერთი იცი ვინ არის ხვებზე ვისაც თავისი თავის ხვებზე მეტი არ გონია ოღონდ იმის გამო კი არა რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს არამედ იმის გამო რომ აი რიგში რომ ჩადგება არ იტყვის რომ ჯერ მე უნდა მივიდე და სხვას დაუთმოს სხვათა შორის რასაოცარი ბავშვია ერთი გიმნაზიაში შარშან აღმოვაჩინე და წეს და მე ადრე სურათიც გაჩვენეთ ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსში რომ გადადიან იქ ხშირად გადმოდიან ბავშვები რკინის კარებია უნდა გააღო და შეხვიდე მეორე მესამე და შარშან რამდენჯერ დავაფიქსირე რომ ეს ბავშვი გამოაღებს ამ კარებს და დგას და ელოდება ალბათ აი ვინც იქ სწავლობს შეგიმცენ ელოდება სანამ ყველა არ შევა გამოვა დგას რამდენიმე ხანი აი და წელსაც რომ დავინახე გამახსენდა შენ შარშანაც აქ არის დექი მეთქი შენგენაც ისე გამეხარდა და დღეს გაკვეთილზე აიღო და რაღაცა ქონდა დაირეკა ზარი ლოცვა ვთქვით დაირეკა ზარი და აიღო გატეხა და რაღაცას აძლევს სხვას იმან თქვა არ მინდა აიღო და ეხლა სხვას მიაწოდა ადამიანი ეგ არის ადამიანი რომ არ შეუძლია მარტო თავის თავზე იფიქროს ხო შეეძლო იფიქროს სხვასაც ექნება რაღაცა თავისთვის და მიირთმევს ადამიანს რომელსაც მარტო ჭამა არ შეუძლია ეგ დიდი ღირსება ადამიანს რომელსაც მარტო თავის თავზე ფიქრი არ შეუძლია რა უნდა გააღებს იმ კარებს და შევა ხო ყველას ეჩქარება იქ ყველა გადარბენაზე მაგრამ ამას არ ეჩქარება და სად გეჩქარება გააკეთო მადლი არ ჯობია საოცარი ბავშვია ხო და გახსოვთ ერთი ამბავი რო იყო ერთი კაცი აბანოში წავიდა და რომ დაბრუნდა ეხა ეს აბანო ის კი არ არის ყველას დღეს სახში რო აქვს აბანო შეიძლება სოფელში ერთი აბანო ყოფილიყო და მთელი სოფელი იქ დადიოდა და იქ მთელი რიგები და მთელი ამბები და დაბრუნდა და ეკითხება მეორე რომ ბევრი ხალხიაო აბანოშიო წასვლა უნდოდა და ერთი ადამიანია გაეხარდა ამას ერთი თუ მეორე მე ვიქნებიო და მივალო და მალე შევა მივიდა და ხედავს რომ უამრავი ხალხია მოვიდა განაწყენებული და ეკითხება შენ არ მითხარიო რომ ერთიაო ხო მაგრამ ადამიანი ერთი იყო იქ და რატო როგორ იყო ერთი ადამიანი და როგორო და ის უამრავი ხალხი აბანოსკენ რომ მიდიოდა გზათო ქვა იყო დაგდებული და ყველამ წამოკრა ფეხი და გადაიარა ერთმა აიღო ის ქვა და გვერდზე გადადო ვინც წამოკრა ფეხი და გადაიარა მობრუნდა და რომ სხვასაც არ წამოეკრა აიღო და გადადო ეგ ერთი იყო იქ ადამიანი დანარჩენი კი ხალხი ბევრია ადამიანი ერთი იყო გესმით რაზე ელაპარაკე ვინც სხვაზე იფიქრა
ეგ არის ადამიანობა. ხო და აქაც მე იმას მოვაყოლეს, რომ ესე იგი თუ ადამიანს უჭირს კომუნიკაცია, ჩვენ იმას უნდა დავეხმაროთ, რომ პირიქით გაიხსნას. კი არ უნდა გაირიყოს ესე იგი ეგეთი ბავშვი, არა პირიქით. ეგ სულ ვამბობდი შაშანას თუ გახსოვთ ამაზე ბევრი გვისაუბრია. კლასში რომ 30 ბავშვიან კლასში რომ ერთი მოწყენილი ზის და ვერ ურთიერთობს სხვებთან, იმ 29-ის ბრალია. შეიძლება ბოლომდე მათი ბრალი არ არის, მაგრამ ისინი თუ არაფერს არ იღონებენ, ესე იგი მათი ბრალია. სიტყვაზე 30 ბავშვიდან 29 რომ კარგად არის გამოწყობილი და იმ ერთს რომ უჭირს, ეგ იმ 29-ის ბრალია. ის 29 შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, ვინ რას ჩაიცვამს ახალს და ვინ რა ტელეფონით მოვა და არ ფიქრობდეს იმაზე, რომ გაჯიბრება სინამდვილეში იმაში უნდა იყოს, რომ ვინ მეტად მიეხმარება იმას, ვისაც უჭირს. ეგ არის თავარი გაჯიბრება. თან ისე მიეხმარება, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩება. კი არ გადაამეტებს თავს. არამედ მოიფიქრე მე რამეს ისეს და მოსაფიქრებელის მეტიც რა არის, თუ ადამიანი ფიქრობს, ერთი გამოუჩენს იმას, რაც საჭიროა, ისე დაეხმარო, რომ არ შეურაცხყოფილი არ იყოს და ისიც კარგად იყოს და სხვებიც. რა ხდება სიკვდილის შემდეგ? აი ძალიან საინტერესო ეხლა ამაზე გამახსენდა ეს წიგნი, მაგიტომ მოვიტანე. ერთი სასიხარულო ამბავი მაქვს. სიკეთის საგზალი, კარგად დააკვირდით. გალაქტიონ გიორგაძე. სახელიც უკვე ისეთია, რომ გალაქტიონი რო ქვია და კარგად რომ დაწერს ამაში გასაკვირი, მე მგონი არა. მე და გალაქტიონ გიორგაძე სწავლობდით ერთ ჯგუფში, ვიყავით სასულიერო აკადემიაში. ეხლა იყო ჩვენთან ჩამოსული და აი ხო არის ხოლმე რომ ამბობენ რაღაც სამწუხარო რო შეემთხვათ, რომ ვიზიარებ შემწუხარებას, ხო არის? და მე ამ ადამიანს უთხარი და ეხაც ვეუბნები, რომ ვიზიარებ მის სიხარულს. იმიტომ რომ ეს წიგნი დაგვიტოვა და ძალიან ბევრი ისეთი რამე აღმოვაჩინე და ეხლა ზუსტად იქ გადამეშალა, სადაც ჩავკეცე, რომ თქვენთვის მომეტანე. ძალიან ბევრი კარგი რამ აღმოვაჩინე და გამეხარდა, რომ ამ ადამიანმა დაწერა ესენი და რომ ესე იგი წიგნად გამოუშვა და მას სიხარული ჰქონდა. ეს ახალგაზრდა ჩვენი თანამედროვე პოეტი და მწერალია და თან მის ნაწერებში ძალიან კარგად ჩანს სულიერი საკითხები, რომ ეთყობა, რომ მან სასულიერო აკადემიაში ისწავლა და ერთ-ერთი ლექსის ბოლოს ასეთი სიტყვები, აი აქ რომ წერე, რა ხდება სიკვდილის მერე. რა ადვილია სიკვდილი, რა ძნელი გარდაცვალებაო. რას ამბობს ამით? აი მე ეს იმიტომ ჩავკეცე, რომ ერთად გვემსჯელა, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. რატო ადვილი სიკვდილი და რატოა ძნელი გარდაცვალება? აბა შენ რას კვეთე? შენი აზრი მაინტერესებს. რა განსხვავებაა სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის? მას როცა კვდები, სამუდამოდ კვდები და როცა გარდაიცვლები, სხვა ქვეყანაში გადადიხარ. კარგი, აბა კიდე რა აზრი გვაქვს? აბა ლუკა, შენ რას კვეთე? გარდაცვალება არის სამუდამო სიხარულში გარდაცვლა. ხოლო სიკვდილი კი არის მას სამუდამო სევდაში და სამუდამო ბოროტებაში გადასვლა. მოიცა ერთი პატარა კუპლეტიც მივაშველე, ოღონდ ეს ხისია. სიცოცხლის შემდეგ სიკვდილთან მისვლა გჭირდება სიფრთხილით, რადგან არსებობს იმ ქვეყნად სიკვდილის შემდეგ სიკვდილიც. ესე იგი, ორი სიკვდილი არსებობს. ერთი ის, რომ ჩვენ ხორციელად მოვკვდებით. ეს უეჭველად ყველას ხვედრია. ჩვენ თითოეული ხორციელად ჩვენი ხორცი მოვკვდება, კვლავ მიწას მიებარება. ეგ ერთი სიკვდილი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში, ესე იგი, ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მაგრამ ამის შემდეგ მეორე სიკვდილი ის არის, რომ ადამიანის სული კვდება. ადამიანის სული როდის კვდება? ესე იგი, როდესაც ჩვენი ხორციდან, ჩვენი სხეულიდან ჩვენი სული ამოვა, რომელიც ჩვენ ხორცს აცოცხლებდა, ჩვენი ხორცი კვდება.
მაგრამ როდესაც ჩვენი სული ღვთის მადლს დაკარგავს, მაშინ ჩვენი სულიც კვდება. აი მაგალითისთვის ვიტყვი. აი ეს მონიტორი, რომ დენის წყაროს მოვაცილოთ. რა მოხდება? ყოველგვარი ენერგია დაიშრიტება მასში და ის ვერაფერს გააკეთებს იმის გარეშე, ხო მართლა? ჩვენი სხეულით, ჩვენი სულის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ისევე როგორც ჩვენი სული ღვთის მადლის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეგ ხდება სიკვდილის მერე. გააჩნია სიცოცხლეს ადამიანი როგორ გამოიყენებს. იმის მიხედვით ხდება სიკვდილის მერე, ან მარადიული სიხარული, ან მარადიული მწუხარება. მე კიდევ ერთხელ გაგახსენებ პატრიარქ პავლეს სიტყვებს. ადამიანი რომ იბადებაო, ტირისო, ხო ტირის ახალშობილი და სხვებს უხარიათ, მშობლები როგორ გახარებულები, დედას თუ ავიწყდება ის ტკივილები, რაც მანამდე გადაიტანა, ეს ახარებაშიც ასე. და ადამიანმა ისე უნდა იცხოვროსო, რომ გარდაიცვლებაო, თვითონ უხაროდესო, ანუ რომ მარადიული სიხარული მოიპოვო და სხვები ტიროდნენ. ტიროდნენ, იმიტომ რომ დაენანათ ესეთი კაცი რომ წავიდა თუ ესეთი ქალბატონი რომ წავიდა. აი რომ ტკიოდეთ მაგით. როდესაც ქრისტიანები სხვა ქვეყანაში მიდიოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად, მაშინ რატომ მიმართავს რამოდენიმე ქვეყანა ისევ ცრურწმენას თუ ყველა ქვეყანაში არ გავრცელებიათ? ყველგან გავრცელეს ბავშვები. და განა საქართველოში ყველა ადამიანისთვის არ ითქმება ღვთის სიტყვა და ყველა ადამიანი ერთნაირად ღვთისნაირად ცხოვრობს. ისე რომ ადამიანი თვითონ ირჩევს ამას. რა არის სიყვარული? ახლა თქვენ როგორი სიყვარული გაინტერესებთ? პლატონური სიყვარული თუ ქრისტეს მიერი სიყვარული თუ ის სიყვარული, რასაც დღეს წუთისოფელი უწოდებს, ესე იგი. მოდი სულ დაბლიდან დავიწყოთ. რა ვთქვი დღეს? ბავშვმა გატეხა თავისი ლუკმა და სხვასაც მიაწოდა. თვითონ ნახევარი შეხვდებოდა და არამთლიანი. და ეგ არის სიყვარული. შენ რომ მოიკლებ რაღაცას სხვისთვის, დროს მოიკლებ, ენერგიას მოიკლებ, მისი სურვილისამებრ გააკეთებ და არ დაიჟინებ, რომ გინდა თუ არა ასე გავაკეთოთ, მანდაც სიყვარული ჩანს. ანუ რაღაცას გაიღებ სხვისთვის. ეგ არის სიყვარული. და თუ ეგ არ არის, რამდენი გულებიც გინდა უგზავნე მესენჯერში, არაფერი არ გამოვა. თუ ეგ არ არის. თუ ეგ არის, მე უკვე ყველაფერი ლამაზდება, ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება და ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე, სხვისთვის რაღაცის გაღების გარეშე ნიშნავს, რომ შენ ადამიანად არ იწოდებ. გესმით? აი, იმიტომ რომ ნებისმიერ ნივთს აქვს დანიშნულება ემსახუროს სხვას. ხო მართალი? არც ერთი სულ ვამბობ ხოლმე ბავშვებს, სულ ვეუბნები. ჯერ მე ვერ აღმოვაჩინე ისეთი ნივთი, რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავისთვის. აბა დაფიქრდით უბრალოდ, აი ნებისმიერ ნივთს შეხედეთ და უბრალოდ არსებობდეს იმ თავისთვის არავის არ გამოადგეს. ეგეთი ნივთი აბა აღმოგიცენიათ, აბა იფიქრეთ, იქნებ აღმოაჩინეთ. ყველა ნივთი სხვის მსახურებაში პოულობს თავის არსებობის მიზანს. და ადამიანი ხო ამ ნივთებზე ბევრად აღმატებული, ადამიანი მხოლოდ თავისთვის არსებობდეს. ლუარსაბ თათქარიძე კაცი ადამიანი, თქვენ გაიარეთ თუ რომელ კლასში გადიან, თუ აღარ გადიან? ჯერ არა? ლუარსაბ თათქარიძეს არაფერი შეიძლება არ დაუშავებია, მაგრამ არც არავისთვის სიკეთე არ უქნია და რა აზრი ქონდა ეგეთი კაცის არსებობას? მაგ თავარ შეკითხვას სწავს წმინდა ილია მართან. რა არის სასულიერო პირი? რა გგონიათ ვინ იქნებოდით? არ ვიცი, რა გითხრათ, აბა ვინ ვიქნებოდი, ეგ არ ვიცი, რაც არ მომხდარა ვერაფერს ვერ გეტყვით. არ ვიცი, სასულიერო პირი არის ადამიანი, ვინც ცდილობს ღვთის გულისათვის ემსახუროს ადამიანებს, ის ღვთისგან არის დადგენილი. ემსახუროს სიყვარულით, მონდომებით და მათთან მიიტანოს ღვთის სიტყვა, რომელიც არის მარადიული სიხარულის
მომნიჭებელი ადამიანისათვის. თუ ადამიანი ამ სიტყვას ჩაეჭიდება და ეცდება ამ სიტყვის მიხედვით იცხოვროს. მოდი სხვაგვარად ვთქვათ. სასულიერო პირი არის ის მაშველი, რომელსაც შენთან მაშველი რგოლი მოაქვს და შენ გეუბნება, რომ ჩაეჭიდე, რომ ამ წუთისოფლის ოკეანის ტალღებში არ დაიღუპო. შენზეა დამოკიდებული ამას ჩაეჭიდები ღვთის სიტყვას თუ ხელს გაუშვებ. რატომ ითვლება ცოდვად სიგარეტის მოწევა? ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი აი ამ სიბინძურეს რო დაემონება და მის გარეშე რომ ვერ ძლებს. ეგ საცოდაობა არ არის ყველაფერსო თავი დაანებს. რო ვერ ძლებს მის არაფერს არ უნდა მიეჯაჭოს ჩვენი გული. ნებისმიერი რამე ჩვენ რის გარეშეც ვერ ვძლებთ, ეგ უკვე ცოდვაა, მიჯაჭვულობა, მით უმეტეს ეს მანკიერი ვნება და ჩვევა ამასთან ერთად. აუცილებელია თუ არა ტაძარში კაბით სიარული და თუ კი რატომ? აუცილებელი არ არის, აუცილებელია გოგონებისთვის და არა ვაჟებისთვის. ისე რომ ეგეც ვაჟებისთვის არ არის. არც აუცილებელი და არც სასურველი. გოგონებისთვის რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვენ ხო ქართველები ვართ. ქართველი მანდილოსნისთვის ტრადიციული სამოსი ეს არის სწორედ კაბა. ჩვენს ქვეყანაში კაცებს კაბები არ ეცვათ. ჩვენ არა ვართ შოტლანდიელები. იქ იყო მათი ტრადიციული სამოსი. და იქ თუ ვინმე თავის ტრადიციულ სამოსს ჩაიცვამს, ამითი არ დააშავებს. ჩვენ სხვა ტრადიციის მქონე ვართ. ჩვენ სხვანაირი მოწყობის, სხვანაირი შინაგანი ბუნების ხალხი ვართ. ქართველ მანდილოსას კაბა უნდა ეცვას. ქართველ ვაჟკაცს არ უნდა ეცვას კაბა. მას შეიძლება ჩოხა ეცვას. დღეს ახლა სხვათა შორის ტრადიციაში ნელ-ნელა რაღაცა შემოდის, რომ ქორწილში ქართველი კაცი ჩოხას იცავს. ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ უნდა ნელ-ნელა კავშირი აღდგეს ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის. და ისედაც რო შეხედავ მანდილოსანს, რაღაცნაირად უფრო მოწესრიგებულია, როდესაც ის აცვია, რაც მას უნდა ეცვას. რა ვიცი, ჩემი აზრი ესეთია. ტაძარში კიდევ იმიტომ უნდა იყოს, რომ გარეგნული სამოსი ჩვენ შინაგან მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და სხვაგვარად თქვენ თავს დააკვირდით. თქვენ თვითონ დააკვირდით და გაეცემა მაგას პასუხი. დადექით ხატების წინ შარვლითაც და იმითაც ისე ილოცეთ და დადექით ისე როგორც წესი და რიგია და ისე ილოცეთ და შეხედავთ თქვენ შინაგან განწყობას. მეორედ მოსვლის უნდა გეშინოდეს თუ არა. ბავშვებო, ეხლა თქვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შეიძლება არა, მაგრამ არის ესეთი სამწუხარო შემთხვევები, რომ ესე იგი ჩვენ მშობლებს უწევთ საზღვარგარეთ წასვლა იმის გამო, რომ რაღაცა ოჯახისთვის შექმნა. დავუშვათ, რომელიმე თქვენთაგანის მამა არის წასული საზღვარგარეთ. და თქვენ არ იცით, როდის დაბრუნდება. ხო ყოფილა ვიდეოები ხო გინახიათ უცბად სიურპრიზად დაბრუნებულა და რა ემოციებია ხოლმე. მამა რომ მოდის, უნდა გვეშინოდეს? არ უნდა გიხაროდეს? ვის შეიძლება ეშინოდეს? ვის შეიძლება რომ ეშინოდეს? აი მაგალითად მოდი მამა დილით წავიდა სამსახურში. რა ქვია მეგობარო? ვაკო, მამა დილით წავიდა სამსახურში და გითხრა რომ აი რაღაცა ღვინის ბოთლებია დასარეცხილი ჩემო ვაკო და იქნება რომ მოხვალ დარეცხილი დამახვედრო რომ უნდა ღვინო გადმოვიღო მოვაწესრიგო. შენ თუ მთელი დღე კომპიუტერთან თამაში გაატარებ და მამა რომ დაუშვათ კარის კაკუნის ხმა გაისმა და შენ გაგახსენდა რომ ბოთლებია დასარეცხილი. ცოტა არ შეცმუნდები, აი მე მამამ რომ მითხრა და ვერ გავაკეთე. ხო ცოტა აღერდები. მაგრამ აბა წარმოიდგინე, მამამ ეს გითხრა თუ არა, ხო წავიდა სამსახურში. წავიდა თუ არა, შენ დაიწყე ბოთლების დარეცხვა, დააწკრიალე.
მერე ესე თავდაპირად დააყენე რომ გამოიწუროს იქიდან წყალი და შენ არ ხეინათხარ ელოდები მამის მოსვლას და პირიქით ხო ელოდები რომ მოვა და მამა გეტყვის ყოჩახ შემოვაკვა რა კარგად გაიკეთები და მაგ დროსაც გეშინია მამის კაკუნისა ხო და ესე იგი რატომ უნდა გვეშინოდეს ქრისტეს მოსვლისა თუ ჩვენ ვეცდებით რომ ქრისტეს ერთგულებით ვიცხოვროთ მაგრამ თუ ადამიანი ცოდებშია ჩაფლული და არ ნანობს და უფრო მეცაც ვიტყვი განამარტო არ ნანობს არამედ ქრისტეს საწინააღმდეგო საქმეებს აკეთებს აი მას კი მართლა უნდა ეშინოდეს იმიტომ რომ იმისთვის კარგი არაფერი არ იქნება ისე რომ ჩვენზეა დამოკიდებული გვეშინოდეს თუ არ გვეშინოდეს ქრისტეს მოსვლა თავად არ არის საშინელება მამის დაბრუნება ოჯახში არ არის საშინელება პირიქით სიხარულია მაგრამ ეშინია იმას ვინც არასწორად ხდება ამაზე უკვე ვისაუბრეთ ჯვარი რომ დაიხატოს ადამიანმა ტატუ ცოდვა იქნებაო და რატო ჯვარი ხო გვიკეთია გულზე რაღაცა უნდა დაიხატოს მაგალითად აი პირველი საუკუნის განმავლობაში როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა ბავშვებო იქ თუ ვინმე ჯვარს დაიხატავდა სიტყვაზე ვამბობ მაშინ შეიძლება ეს ტატუ არც კი იყო არ ვიცი მე მაგრამ იმის შიშით რომ ვინმემ რომ ეს ჩემი ჯვარი ჩამომგლიჯოს გულზე ჯვარი მაინც მქონდესო გესმით мотиваცია ეს ხო იქნებოდა ანუ იმით რომ გულზე ჯვარი ეკეთა ფაქტიურად სიკვდილზე მიდიოდა ეს ხო განწყობა და мотиваცია მაგრამ ის რომ უბრალოდ ადამიანმა ჯვარი დაიხატოს რომ სილამაზის გამო და ასე და ისე ჯვარი არ არის სამკაული დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჯვარი გქონდეს ჩვენ სახელზე ნაკურთხი და ამას ვატარებდით რას ნიშნავს ამინ ამინ ნიშნავს რომ აი ჩვენ ხო დავუშვათ მამაუჩვენო თქვით ლოცა და ბოლოს ხო ამბობთ ამინ ამინ ნიშნავს რომ ჭეშმარიტად ანუ ვეთანხმებით რომ ეგრეა ნახეთ შეიძლება ერთი ადამიანი ამბობს ამ ლოცას და ბოლოს ყველა რომ ვამბობთ ამინ ნიშნავს რომ ჩვენ ყველა ამ ლოცაში ვერთიანდებით და ვეთანხმებით გოგოებო ხო ეგრეა თუ არა არა ესე იგი ჩვენ ამაში ვეთანხმებით და ჩვენ ამ ლოცას ვიზიარებთ დაიღალეთ ხო შევწყვიტოთ რამდენად მარტივია ბავშვებთან ურთიერთობა ხან მარტივია და ხან რთული ხან იმდენად რთული რომ სად გავიქცე არ ვიცი ხან იმდენად მარტივი რომ ნეტასული კმამყოფა მეკ არ ვიცი ეს ალბათ ბავშვებზეც არის დამოკიდებული და იმ დროს ჩემ შინაგან განწყობაზე და სიყვარულზეც და მოთმინებაზეც და არ ვიცი ბევრ რამეზეა დამოკიდებული ისე რომ რამდენადაც ადამიანი თავის თავს არ მიენდობა, მოდი ესე ვთქვათ, იმდენად არის მარტივი. რამდენადაც გეგონება რომ შენ ეს გამოგივა, ცოტა რთულდება მე. განა იმიტომ რომ თავდაჯერებულობა არ უნდა გქონდეს, მაგრამ ღვთისმედი არ უნდა დაკარგო და შენ თავის იმედად არ უნდა დარჩე. თუმცა როგორც ერთ-ერთი დიდი მწერალი თეოდორ დოსტოევსკი ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობითო სული იწმინდებაო, იკურნებაო. ეს მართლაც ესეა. მე პირადად ბავშვებისგან უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე გავცემ ბავშვებისთვის. გესმით, აი ძალიან ის არის. ერთ რამე დღეს სკოლაში რომ მიხვალ და ბავშვი რომ ჩაგეხუტება, სულ გავიწყდება ის, რაც მანამდე ყოფილა განსაცდელი. და ჩახუტებაზე მეტი კიდე ის გახარებს, ესე იგი მოსწავლე იქნება, მით უმეტეს შვილი იქნება, რომ გაიგებ, რომ სადღაც ღირსეულად მოიქცა. აი მაგას რომ გაიგებ, ესე იგი მთელი რაც თუ რამე იშრომე და ესაკენი იტყვი რომ ღირდა მაგ ყველაფერს. რამდენად ეგოისტობაა ის ფაქტი, როცა ყოფილის დანახვა არ გინდა სხვა გოგოსთანო. ეს როგორც ჩანს გოგონას დასმული შეკითხვაა თავისთავად ცხადია და რა ვიცი აბა ეგ ალბათ უფრო
გამოცდილ დიდ გოგოებს უნდა ვკითხოთ ალბათ. რა არის იცით ბავშვებო? თუ გიყვარს ის ადამიანი, ვიზეც ლაპარაკობს ეს გოგონა. ანუ ჩემს მოსაზრებას ამბობ, ეს არ არის არც საეკლესიო საკითხი, არც სახარებისეული თუ დოგმატური. შეიძლება ეხლა მე ვწდებოდე, რასაც ვამბობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მაქვს შეცდომის უფლება. ეს ჩემი პირადი აზრია, გნებავთ გაითვალისწინოთ, გნებავთ არ გაითვალისწინოთ, მაგრამ თუ გიყვარს, რატომ არ ეცადე, რომ შენთან ერთად ყოფილიყო? თუ ეცადე და მას არ უყვარხარ, მაშინ გაუში გაანებეთ. თუ არ უყვარხარ, რა დგინდა? და თუ არ გიყვარდა და შენ თვითონ დაანებე თავი და ახლა სხვასთან ხედავ და უკვე რაღაცები თუ არ გიყვარდა, ეხლა რა გინდა მისგან? გაუში რომ ბედნიერი იყოს მასთან, ვისაც უყვარს და ვინც მას უყვარს. ისე რომ არის თქვენ დაფიქრდით. რატომ ქვია ყოფილი? მაგაზე დაფიქრდით. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება ვწდები, მაგრამ რატომ ქვია ყოფილი? მაგაზე დაფიქრდით. ორჯერ რომ გადავიწერო პირჯვარი ცუდიაო? არ არის ცუდი, პირიქით. ძალიან კარგია. ერთხელ გადაიწერ, ორჯერ, სამჯერ თუ 10ჯერ. თუ თითოეული პირჯვრის გადაწერის დროს შენ ქრისტეს ჯვარცმა და მისი მადლი, რომელიც შენ გიფარავს, გახსენდება, ეს არის კარგი. მაგრამ თუ პირჯვარს იწერ და იმ ყოფილზე ფიქრობ, წევა რომ ამბობდით. ერთხელ გადაიწერ თუ 10ჯერ, არც ერთი შეიძლება კარგი არ იყოს. აი? რატომ აწვიოთ მამაებს ანაფორა? ეს ჩვენი სამოსია ბავშვები. ეს არ არის ოღონდ ანაფორა, მე რომ აწვია. ანაფორა არის ამის ზემოდან რომ აწვია სასულიერო პირს. ეს ჩვენი სამოსია და იმიტომ გვაწვია. რა მნიშვნელობა აქვს სანთელსო? ისე ანთებულ სანთელს რო შეხედავ. ცოცხალს გავს თუ მკვდარს? ცოცხალს, ხო და აი ეგეთი ცოცხალი უნდა იყოს ადამიანი. ხო და ცოცხალი უნდა ჩამქრალ სანთელს არ უნდა გავდეს კაცი. ჩამქრალი სანთელი როგორია? არ იწვის, არ ანათებს, არ ათბობს, არ იხარჯება. ხო მართალია? ცოცხალი იხარჯება, ანუ იწვის, მაგრამ ათბობს და ანათებს და ადამიანიც ეგრე უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავდეთ ანთებულ სანთელს. ჩვენი გულიდან ესეთი ცოცხალის წმენა უნდა ჩანდეს. ჩვენ საქმეებში უნდა ჩანდეს. თუ იესომ შექმნა დედამიწა და ყველაფერი თვითონ იესო როგორ გაჩნდა? თუ დედამიწა არ არსებობდა, ბავშვებო, ნახეთ ეს როგორი ამბავი. არის ეს თქვენ წინა ორშაბათის ტანდემია ისე, ხო? მოდი ჩემთან. მოდი აი აქ საპატიო სკამზე უნდა დაგს. აი? აქ ყველა კი არიდება, დავძანე. თქვენ ხო ისინი ხართ წინაზე ჩუმად უთხარით მეთქი და თუ გაიგებთ მეთქი ერთმანეთს. ისინი არა ხართ? არა, აი სხვა წყვილია. იმიტომ რომ უყვარხარ. შენი მეგობარი. ბავშვებო, ყოვლადწმინდა სამება. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. აი ყოვლადწმინდა სამებამ შექმნა ეს სამყარო. ყოვლადწმინდა სამება ყოველთვის იყო, არის და იქნება. მაგრამ გარკვეულ ჟამს ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, მეორე ჰიპოსტასი, ანუ ძე ღმერთი ადამიანად მოვიდა და იშვა ბეთლემში ქალწულ მარიამისაგან. და მან ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად ადამიანური ბუნებაც მიიღო. და ამ პიროვნებას, ღვთაებრივ პიროვნებას, რომელშიც არის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება, ეწოდება იესო ქრისტე, ანუ ადამიანად მოსული ღმერთი. და ის თავისი ღვთაებრივი ბუნებით ყოველთვის იყო,
არის და იქნება. ეს შეიძლება ჩვენი გონებისთვის ეგრე ადვილი გასაგები არ არის. შეიძლება არ ჩემთვის ბოლომდე, იმიტომ რომ ეს წეთი რამეა, რომ ადამიანი ამას ბოლომდე ვერ ჩაძლებს. რამდენი ხანია რაც ეს სკოლა არსებობს. მე ბავშვებს ეუბნები ხოლმე, რომ დღიურები აწარმოეთმეთ. აი იმ დღიურის დამსახურება ერთ დროს მეც ვიჯექი და ასე პირაში მოხდა რამბებს, რაც საინტერესო იყო, ვიწერდი ხოლმე. და იქ აღმოვაჩინეთ, რომ 2017 წლის 26 ივნისს ჩატარდა პირველი საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის. ანუ ეხლა რომ ზაფხული მოვა, გავა რამდენი 9 წელი იქნება გასული. არა, 9 წელი არ იქნება. უფროსების საკვირაო სკოლა კი დღიდან ამ ტაძრის გახსნისა მაშინვე იყო ხოლმე, მაშინ არც ოთახი არ ჰქონდა, არც არაფერი, მაგრამ ჩვენი ძვირფასი მესანთლის აქ გვერდზე ცხოვრობს თიკო იყო ასეთი თეა მესანთლე, ეხლა აღარ არის გოგო მესანთლე. მან თავის სახლში გამოგიყო ერთი კოხტა ოთახი. ჩვენ მრევლთან ერთად ვიკრიბებოდით და პირველი შეხვედრები იქიდან დაიწყო 2014 წელს. საიდან მოგაფიქრდათ, რომ სკოლა გეკეთებინათო და კიდევ სასიყვარულო წერი. საიდან მომაფიქრდა ბავშვებო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაერთხელ თქმოს. მე გარკვეული პერიოდი მომიწია თბილისში ცხოვრება, დაახლოებით 11 წელი. ამ 11 წლიდან 1 წელი ვცხოვრობდი გდანში. გდანში წმინდა გიორგის ტაძარში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარია იქ და მსახურობდა ხოლმე წინამძღვარი იყო ტაძრისა მამა მიქაელ ასათიანი. ეხლა მისადმი მადლიერებით კიდე ვამბობ ამ დეტალებსაც. მე როდესაც იქ ცხოვრობდი, სხვადასხვა სასულიერო პირთან მივდიოდი ხოლმე აღსარებაზე და მათ შორის ერთ-ერთი იყო მამა მიქაელი, მოძღვარი გორში მყავდა მამა გედეონი, მაგრამ იქ მივდიოდი. და მას ჰქონდა ასეთი რამ გაკეთებული. ერთ დღეს არ მახსოვს ეს რა დღე იყო, შეიძლება იქაც ორშაბათი იყო, ეს ნამდვილად არ მახსოვს. ჩაატარებდა პარაკლის, მერე დაჯდებოდა, მოხუცებული იყო, დაჯდებოდა ამბიონზე, სკამზე დაჯდებოდა და პატარა ბავშვები მიდიოდნენ, შეკითხვებს უსვამდნენ. ისიც ბავშვების გასაგებენაზე უხსნიდა მათ ამას თუ იმას. და მერე წლები რო გავიდა, მე მაშინ სასულიერო პირი არ ვიყავი, სტუდენტი ვიყავი. მე ამას ვამბობ დაახლოებით 2005 წელს. მერე ნენელა გაჩნდა იდეა, რომ აქაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამდაგვარი და მადლობა ღმერთს. თუ მოვინანიებთ ღმერთის წინაშე ყველა ცოდვა გვეპატიებაო, ყველა ცოდვა გვეპატიება. ღმერთი ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებული არ არსებობს ისეთი ბოროტება ღმერთის კაცთმოყარეობას, რომ გარდაემატოს. მაგრამ ჩვენ ღმერთის კაცთმოყარების იმედად არ უნდა ვცოდოთ, მაგრამ თუ ჩავარდით ცოდვაში, უნდა შევინანოთ და გვეპატიება. როგორ შეიქმნა და ვინ შექმნა ბიბლია? ბავშვო, ბიბლიას რო გადასვლით, ბიბლია რას ნიშნავს თვითონ სიტყვა? ბიბლია ნიშნავს წიგნებს. მაღაზია ბიბლუსი გაგონიათ? ბიბლია ნიშნავს წიგნებს. თქვენ რო გადასვლით ბიბლიას, იქ არის ძველი აღთქმის წიგნები 51, ახალი აღთქმის წიგნები. რამდენი ახალი აღთქმის წიგნები? 28. ყველა წიგნს თავისი ავტორი აქვს ბავშვებო. ავტორი ყავს. ზოგი მოსე წინასწარმეტყველმა დაწერა, ზოგი იერემიამ, ზოგი სამუელ წინასწარმეტყველმა ახალ აღთქმაში, ზოგი მათე მახარებელმა, ლუკა მახარებელმა, ივანე მარკოზმა და ასე შემდეგ. აი ამ კრებულს ეწოდება ბიბლია. და სულიწმინდის მადლით არის ეს დაწერილი. ერთიღა დაგვრჩა ბავშვებო, ისე რომ არ მოიწვიოთ. რამდენი ხანია რაც ამ ბავშვებს ღლით? მართლა დაგვიღლია. 59. ხშირად ხდება, რომ საღამოს ლოცვის წაკითხვა, მეზარება და დილის ლოცვას დროის უქონლობის გამო ვერ ვკითხულობ. ჩემს თავს ვაძალებ და ვცდილობ ლოცვების წაკითხვას, მაგრამ ლოცვაზე ფიქრის ნაცვლად გონება მეფანტება და სხვა საზრუნავებზე ვფიქრობ. როგორ მოვიქცე, რომ გონება აღარ გამეფანტოს? აი წმინდა მამები რას გვარიგებენ, ნახეთ ბავშვებო. ახლა აქ უამრავი სპორტსმენი იქნება დარწმუნებული ვარ, ხომ მართალია?
სანამ ვარჯიშს დაიწყებ, ხო ითელებით, ხო გაახურებ არა ხელებს, ფეხებს, იმიტომ რომ არ იტკინო რაღაცა ერთბაშად რომ მივარდე და რაღაცა სამძიმო, ესე იგი ვარჯიში შეასრულო. ლოცვის დროსაც ესეა. და გვეუბნებიან რომ აიღე რაღაცა, თუნდაც ერთი გვერდი წაიკითხე წმინდა მამათა ნაწერებიდან, რომ სული გათბეს ცოტა. და ისე დაიწყე მერე ლოცვა. არ ისე გაგიადვილდება რომ გონება არ გაგეფანტოს და რომ ამბობს ეს ბავშვი რომ ვაძალებო ჩემს თავს, თუ აძალებ, ეგ უკვე სიკეთეა. იმიტომ რომ ჩვენს თავს მართლაც დაძალება ჭირდება. ყოველთვის არ გვეხალისება ერთნაირად, ამიტომ უნდა დააძალო რომ რაღაც გააკეთებინო. კარგით, მოდით ახლა პატარებიც რო არ დაგვრჩნენ ისე, სულ პატარები რომლებმაც შეიძლება აქედან ბევრი ვერაფერი ვერ გაიგეს. პატარა ანიმაციად ჩავთოთ. ახლა დიდებმა მოვითმინოთ, რომ ბავშვებთან ერთად უყუროთ, კარგით? არა. სად წავიღე ახლა? უფალო, რატომ ხდება ამ ქვეყნად ამდენი ბოროტება და უსამართლობა? დიდრები მეტად მდიდრდებიან სხვების ხარჯზე და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ღმერთო, გევედრები, მაჩვენე შენი სამართალი. მოგეშინია, ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვა და მე დაგეხმარები იხილო ღვთის სამართალი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ თქვენ, ადამიანები. იყავი აქ, რომ ვერავინ შეგნიშნოს და დააკვირდი მოვლენებს. სად არის ჩემი ფული? ახლავე დამიბრუნე. არ მინახავს ბატონო თქვენი ფული. ღმერთო, რატომ დაუშვი ეს დიდი უსამართლობა? ნუ გაისჭი შენი გონებით მოვლენებს. ის მდიდარი კაცი ძალიან ბოროტი იყო, უსამართლოდ ექცეოდა ყველას და მოტყუებით ართმევდა გაჭირვებულებს ფულს. ხოლო იმ გლეხს ცოლი მძიმე დავატყავდა, მთელი ფული წამლებში ეხარჯებოდა, ვერ ისტუმრებდა აღებულ ვალს და უსახლკაროდ დარჩენა მოუწევდა თავის ოჯახთან ერთად. ღმერთმა ინება მისი გადარჩენა. ამ ფულით ვალსაც დააბრუნებს და ცოლსაც უმკურნალებს. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ გაჭირვებულმა რა დააშავა, რომ ასე უმოწყალოდ სცემეს და მოკლეს კიდეც. რამდენიმე წლის წინ მაგ გაჭირვებულს მის სახლში შეპარული ავაზაკი შემოაკვდა. ამ კაცმა შეინანა და გამუდმებით ევედრებოდა ღმერთს, რომ თავადაც წამებით მოეკლათ.
რათა ამგვარად გამოესყიდა თავისი ცოდვა. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და აუსრულა მისი ვედრება. და ის მდიდარი რომ ასეთ მძიმე ცოდვაში ჩავარდა. ეს რატომღა დაუშვა ღმერთმა? ამ მდიდარს ამის გამო ძალიან შეეშინდა. მან შეინანა თავისი დიდი ცოდვა, რომ უდანაშაულო ადამიანი მოკლა. ამიტომ მთელი თავისი ქონება ღატაკებს დაურიგა, ბერად აღიკვეცა და განუწყვეტლივ ღმერთს ევედრებოდა, რომ მიტევებოდა თავისი ცოდვა. ასე რომ ერთი არას ხედავს ადამიანი და სულ სხვა ჭეშმარიტი სამართალი, რომელსაც აღასრულებს ღმერთი. ღმერთო კაცთმოყვარეო, შენ ჭეშმარიტად მოწყალე ხარ და ყოველივეს განაგებ. შეეწევი გაჭირვებულებს და სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე აყენებ ადამიანებს. დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ბავშვებო, ნელა ჩვენ დასასრულისკენ წავიდეთ. მადლობა ქალბატონ თამარს, რომელმაც ჩამოიყვანა ეს ძვირფასი ბავშვები და გაგვაცნოთ, რომ ახნით არ წახვიდეთ, რომ გაგაცილოთ და ახლა ავდგეთ და ვილოცოთ.